მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი ბანცაძე, ყბასახის ქირურგი საქართველოდან. მე ვიმყოფები თურქეთში, ქალაქ ანკარაში, GUN-ის კლინიკაში. მინდა მოგიყვეთ ჩემი GUN-თან პირველი ურთიერთობების შესახებ, როგორ აღმოჩნდი ამ კლინიკაში, როგორ აღმოჩნდი ანკარაში. ეს ყველაფერი დაიწყო 2023 წელს საქართველოში, ექიმი ერდინში, შემდგომ უკვე ჩემი კოლეგა და მეგობარი საქართველოში იმყოფებოდა ტურისტულად. პირველ ეტაპზე ჩვენი გადაკვეთის წერტილი იყო ჩვენივე ტრანსპორტები, რადგანაც ისიც როგორც მე მოტომოყვარულია, მოტოციკლით იყო ჩამოსული საქართველოში და პირველი ჩვენი ინტერესი დაიწყო ჩვენი ტრანსპორტებით. შემდეგ აღმოჩნდა, რომ როგორც მე, ასევე ის არის ექიმი ერდინში არის GUN-ის კლინიკაში თავკისერისა და თავკისერის ონკოლოგიის პროფესორი, ასევე მისი სპეციალობა გამომდინარე აკეთებს ხელყურწყვირის ონკოლოგიებსაც, როგორც არის ენის სიმსივნეები, საანტრო ჟირკვლის სიმსივნეები და ასე შემდეგ. განათლება მიღებული აქვს ამერიკაში, GUN-ის კლინიკაში, ამის ექსკურსიასაც ჩავატარებ ვიდეო როლიკებშიც აღნიშნავთ ყველაფერს და ვიდეოებითაც ვნახავთ, რომ კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე სხივური აპარატებით, ასევე პროფესორებით, ონკოქირურგებით და თანამედროვე იმ გამოწვევებით, რაც საჭიროა დღევანდელ დღეს ონკოლოგიასთან ბრძოლისთვის. ორი სიტყვით ასევე მინდა შევეხო ნეიროქირურგიას, ონკონეიროქირურგიას, სადაც პირადად მომიწია, ესე იგი, ხელყურწყვირის სპეციალისტებთან, თავკისერის ონკოლოგებთან და ყბასახის ქირურგებთან ერთად საერთო кейსზე ოპერაციაზე ყოფნა და დასწრება და მონაწილეობა. ამითაც დიდად აღთოვანებული დავრჩი, რადგან ნეიროქირურგიული ჩარევებით ხდება საკმაოდ თანამედროვედ, ესე იგი, კოლეგებთან ერთად და სადაც საკმაოდ თანამედროვე მიდგომები აქვთ. GUN-ის ავადმყოფოში ასევე არის ვირტუალური მედიცინის განყოფილება, სადაც ხდება ფარისებრი ჯირკვლის იოდოთერაპია, პროსტატის ჯირკვლის ლუტეციუმ თერაპია და ძვლისა და ბუიძლის პროსტატიების ონკოლოგიების იტრიუმ თერაპია. აღნიშნული თერაპიები, რაც ჩამოთვალე ვირტუალური მედიცინის განყოფილებაში, არის ის თანამედროვე მიდგომები და ბოლო მიდგომები არაოპერაბელურ პაციენტებზე. ის რაც ვერ თქვი, ან ვერ მოვასწარი, შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე შევბრძანდეთ და ოფიციალურ საიტზე ნახოთ და ათვალიეროთ და თქვენთან შეაფასოთ სიტუაცია, ასევე შეძლებს დაგვარად მეც პირადად შევძლებთ თქვენ დახმარებას, რითაც შემიძლია რომ პირდაპირ კლინიკის ადმინისტრაციასთან მოხდეს თქვენი დაკონტაქტება. და ბოლოს მინდა რომ უბრალოდ ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა.